მადლობა. პირდაპირ შემიძლია დავიწყო? უპირველეს ყოვლისა მადლობა მინდა მოგახსენოთ თქვენ ჟურნალისტებს ამ ინტერესისათვის, რომელსაც თქვენ იჩენთ. ამ საკითხისადმი მართლაც და რაც აფხაზეთის მთავრობა ახალ პირობებში თქვა 2004 წლიდან არსებობს. პირველია, როცა პრეზიდენტმა უარი თქვა თანხმობაზე. მე თუ თქვენ ნებას მომწევს ორიოდე სიტყვით მაინც შესავალს გავაკეთებ, იმიტომ რომ ბევრმა არ იცის პროცედურები, რომელიც ამ საკითხთან არის დაკავშირებული. აფხაზეთის კონსტიტუციის შესაბამისად აფხაზეთის მთავრობა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭო, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეს ნიშნავს და ათავისუფლებს პრეზიდენტთან შეთანხმებით. არ წერია იქ რომ თუ მთავრობის თავმჯდომარე თვითონ გადადგება, დაინიშნება სხვა სამსახურში, ვერ თუ არ მოასწრებს, არ გააკეთებს იმას, რომ დანიშნოს თავისი მოვალეობის შემსრულებელი, მაშინ რას აკეთებს აფხაზეთის კონსტიტუცია. ეს კონსტიტუციაში გაწერილი არ არის. და როცა ბარამიამ დაწერა განცხადება გადადგომის შესახებ, აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მე ვახტანგ ყოლბაიას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრს შემესრულებინა თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება, იქიდან გამომდინარე, რომ იქ რო არ ყოფილიყო აბსოლუტურად უმართავი სიტუაცია. ისმება შეკითხვა, რა არის აქ დარღვეული? დარღვეული არაფერი არ არის, კანონთან შესაბამისობაშია, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ასე ვთქვათ, დამყარად დგას, მაგრამ ყველა შემთხვევაში აფხაზეთის კონსტიტუცია, აფხაზეთის კანონი არ ლაპარაკობს, რომ ეს არ შეიძლება. მეორე საკითხი, რამდენად ვთქვათ, შესაძლებელი იყო და ამავდროულად აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ გამიწია მე რეკომენდაცია, რომ მე ყოფილიყავი დანიშნული თავმჯდომარით და ამის შესახებ თანხმობის ნიშნად წერილი გაუგზავნა პრეზიდენტის კანცელერიას, ესე იგი სააკაშვილს. აფხაზეთის უმაღლესი საბჭო აცნობიერებდა, ასე ვთქვათ, ჩემთან დაკავშირებით კანდიდატურების წაყენების შემთხვევაში მოსალოდნელ რეაქციას და მშვენივრად იცოდნენ, რომ მე ვარ გურჯანაძის პარტიის წევრი, დემოკრატიული მოძრაობის. შესანიშნავად იცის ჩემმა უმაღლესმა საბჭომ ჩემი ოპოზიციონერების შესახებ გასულ პერიოდში და აბსოლუტურად გაცნობიერებულად გააკეთა აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ, ვთქვათ, ჩემზე არჩევანი. ახლა პრეზიდენტის გუშინდელი განცხადება, ვთქვათ, უარის თქმა არის ძალიან არასერიოზული, მე ასე ვიტყოდი, რამე თუ მაგრამ როგორც გითხარით, ამ ხნის განმავლობაში მას ასეთი რამ არ გაუკეთებია. მან გააკეთა პოლიტიკური განცხადება და სერიოზული ბრალდება კოლაბორაციონალიზმში და რომ ეს არ ყოფილიყო და არ იყოს სააკაშვილისაგან, მე ამას რა თქმა უნდა მეწყინებოდა ძალიან რბილად რო ვთქვათ. მაგრამ ის თეზისები, რომელიც მან ჩამოაყალიბა თავის უარში, იმდენად არა ვთქვათ სერიოზულია, არა საფუძვლიანია, რომ მას პასუხის გაცემაც არ სჭირდება, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ის მარტო ჩემზე არ არის ლაპარაკი, შეურაცხყოფილია ამით აფხაზეთის უმაღლესი საბჭო, როგორც გითხარით, შეურაცხყოფილია ამ ბრალდებით ის დევნილი მოსახლეობა, რომელიც დღეს აქეთ იმყოფება, რამე თუ მე დევნილ მოსახლეობასთან ერთად გამოვიარე ყველაზე საჩნელი წლები და რა თქმა უნდა ეს არის ის, რითაც არ უნდა ხელმძღვანელობდეს ქვეყნის პირველი პირი. მაგრამ როგორც გუშინ ითქვა, მან ეს პოლიტიკური ალღოც დაკარგა და მინდა გითხრათ, რომ ეს არაპირველი განცხადებაა დემოკრატიულ მოძრაობასთან დაკავშირებით. ამასთან მინდა გითხრათ, რომ ჩემი ამ პარტიის წევრობა მე არ მიშლის მართლ კოალიციასთან ურთიერთობაში. არავითარი დისკომფორტი ან ისედაც მინიშნება, რომ მე ამ პარტიის წარმომადგენელმა
წარმომადგენლებს გამიწიეს რეკომენდაცია ამ თანამდებობაზე, არავითარი ვთქვათ მინიშნებაც არ გაკეთებულა კოალიციაში, პირიქით ისინი მე როგორც ვიცი და მე ამაში არც მომატყუებდა და არავის არ ჭირდებოდა, ვთქვათ ყველანაირი მხარდაჭერა მაქვს. ამიტომ მარტო სააკაშვილს გაუჩნდა, ვთქვათ ეს პრობლემა გასაგები მიზეზის გამო. რამე თუ ის პარტია, რომელსაც დემოკრატიული მოძრაობა ქვია, არაერთის გზის მიმართა სასამართლოში სარჩელით და ეს განცხადება, ვთქვათ ეგრეთ წოდებული ვთქვათ კოლაბორაციონიზმი, ვთქვათ რაღაცა ოპორტუნიზმი და ამ შემდეგ ეს ჩვენ უყურადღებოთ არ დაგვიტოვებია, მაგრამ ის სასამართლო, რომელიც 2012 წლის ოქტომბრამდე იყო, რა თქმა უნდა, მას არ და ვერ განიხილავდა და დღემდე დევს ეს საჩივრები პარტიისა, ვთქვათ როგორც იტყვიან თაროებში არა ჩალაგებული. ანალოგიური საჩივარი წავიდა სტრასბურგის სასამართლოშიც და რა თქმა უნდა ამ ვთქვათ ბრალდებას, სხვას ვერ დავარქმევ ამას, ამასაც ექნება შესაბამისი რეაგირება და პარტია შეიტანს საჩივარს სააკაშვილის მისამართით უახლოეს დღეებში, მას სჭირდება ვთქვათ მომზადება და უკვე მზადდება შესაბამისი მასალები. არ ვიცი დავაკმაყოფილი თუ არა თქვენი შეკითხვა, მე ამ ვთქვათ კუთხით, მაგრამ ამასთან ერთად მინდა კიდევ ერთი რამ თქვა. დიახ. ანუ თქვენ უჩივლებთ პრეზიდენტ სააკაშვილს თუ დემოკრატიული მოძრაობა უჩივლებს პრეზიდენტს და იქ ჩემი ხმაც იქნება რა თქმა უნდა. ეხლა ანუ აი ბატონო ხა გამიდა ის რომ აი ეს სარჩელის აი საჩივარზე რო გითხრათ ერთიანი ინტერვიუ რო იყოს რომ აი თქვენ უჩივლებთ და რატო უჩივით კონკრეტულად და რას მოითხოვთ პრეზიდენტისგან, ანუ რას მოთხოვნას დააყენებთ, რას მოსთხოვთ სააკაშვილს ამ საჩივარში? რას მოუთხოვთ, ეს ალბათ ამაზე მიდის ლაპარაკი, რაც მოუთხოვთ და პასუხი აგო. ეხლა რომ მოგუხათ ერთ კადრზე თქვენ გადაწყვეტეთ მე არა, ხო. მე წავიკითხავ ბრალდებას და უბრალოდ ფორმულირებას, რომელსაც ის სააკაშვილი ცდილობს აგვიყენოს ბრალდება. ეს ჯგუფი, ასე იგი ჯგუფი, რომელსაც დემოკრატიული მოძრაობა ქვია, როგორც ცნობილია, ადანაშაულებს საქართველოს 2008 წლის ომის დაწყებაში და არაერთხელ დააკრა საქართველოს სუვერენიტეტი დარტყმის ქვეშ. პუტინთან პირდაპირ თანამშრომლობით 2008 წლის ოკუპაციის შემდეგ. ახლა საქართველოს განსაკუთრებით დევნილებს აფხაზეთის ლეგიტიმურ ხელისუფლებაში ჭირდებათ არა კოლაბორაციონისტები, არამედ საქართველოს დეოკუპაციისა და დამოუკიდებლობის მყარი დამცველები. ეხლა როგორც თქვი, კოლაბორაციონიზმში დადანაშაულება ეს არის მძიმე დანაშაული, ამას ჭირდება მყარი საფუძველი, თუ არა მყარი საფუძველი არ ქონის შემთხვევაში პასუხი უნდა აგოს იმათ, ვინც ასეთ ბრალდებას უყენებს პარტიას მთლიანობაში და მათ შორის თქვათ მეც. რა თქმა უნდა, რას მოვითხოვთ, ეს სხვა თემაა, მაგრამ ყველა შემთხვევაში მე მინდა პატარა ვთქვათ შესავალი ამ შემთხვევაშიც გავაკეთო. 2008 წლამდე, აგვისტოს ომამდე, საქართველოს არ ქონდა კარგი დღეები, რომ ვთქვათ, კონფლიქტის მოგვარების გზაზე, მაგრამ 2008 წლამდე საქართველო იყო მოლაპარაკების რეჟიმში სოხუმთან. საქართველო იყო მოლაპარაკების რეჟიმში გაეროში, მოლაპარაკების რეჟიმში ევროპულ სტრუქტურებთან. 2008 წლის აგვისტომ მოგცა ის სავალალო და ფატალური შედეგი, რასაც მოყვა რუსეთის მხრიდან და არა მარტო რუსეთის მხრიდან ამ ერთეულების აღიარება. ეხლა ეგრეთ წოდებული ნიღაბის ჩამოხსნით რუსეთის თქვათ სახიდან ჩვენ მივიღეთ რომ საქართველოს დაჭირდება გაცილებით მეტი ძალისხმევა, გაცილებით მეტი თქვათ ასე რაღაცეებში წასვლა, რომ მან გაანეიტრალოს ანდა უკუაგდებიოს რუსეთს ის აღიარება, რომელიც მას აქვს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ სამწუხაროდ ვერ ჩემს თანამემამულებ დევნილებს მთლიანობაში ვერც სულიად საქართველოს მოსახლეობას არ აქვს ბოლომდე გათავისებული 2008 წლის ომის შედეგები ამ ტერიტორიების
რუსეთის მიერ აღიარებასთან დაკავშირებით. და აქედან გამომდინარე დგება შეკითხვა, რა გააკეთა სააკაშვილის ხელისუფლებამ ამ 9 წლის განმავლობაში. გააკეთა ის, რომ ტერიტორიების მეხუთედი, ასე ვთქვათ, ლამის ვკარგავთ. მეორე, მე არ მიყვარს სიტყვა ტერიტორიული მთლიანობა მხოლოდ. ლაპარაკია კონფლიქტის მოგვარებაზე. კონფლიქტის მოგვარების გზაზე პრაქტიკულად ჩიხში შეიყვანა ყველა მცდელობა და დღეს ძალისხმევა იხარჯება იმისათვის, რომ რაღაც ჟენევის პროცესში, მოლაპარაკებაში ჩვენ რაღაც ისეთ დოკუმენტებს მოვაწეროთ ხელი, რომელიც პრაქტიკულად საქართველოს წისქვილს, მის ინტერესების წისქვილს არ დააწყალს, მაგრამ ჩიხიდან გამოსასვლელია. ჩვენ გვჭირდება აფხაზეთთან დიალოგის გაგრძელება, პირდაპირ დიალოგზე მათთან გასვლა და იქნება ეს კონფლიქტის მოგვარების გზაზე წინ გადადგმული ნაბიჯი. ის რიტორიკა, რა რიტორიკადაც ის ხელისუფლება ამ კონფლიქტს ტერიტორიების მოგვარებით, ვთქვათ, დაბრუნებით, ტერიტორიული მთლიანობით აგვარებდა, ხედავთ რა მდგომარეობამდე მიგვიყვანა. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ უჩივით სააკაშვილს და ვადანაშაულებთ მას, დავადანაშაულებთ, ალბათ ჩამოყალიბებული ბოლომდე არ არის იურიდიული, ვთქვათ, სამართლებრივი, ვთქვათ, პოსტულატები, მაგრამ თავარი ალბათ იქნება ის, რომ მან ამ მდგომარეობამდე მიიყვანა ქვეყანა და გაუსაძლისი პირობები შექმნა კონფლიქტის მოგვარების გზაზე და ამაზე უნდა პასუხი აგოს ვინმე კონკრეტულმა პიროვნებამ და ქვეყნის პრეზიდენტი დღემდე არის ეს კაცი. და მეკითხებოდნენ მე გუშინ, აი, ვთქვათ, ოსეთში თუ სადღაც სამხრეთ ოსეთში თუ როგორც არის, ასე ვთქვათ, შეიქმნა რაღაც კომისია, თუ პროკურატურა სწავლობს და ატეხილია ერთი ამბავი აქ, რომ არ შეიძლება იმის შესწავლა თუ რა მოხდა 2008 წლის აგვისტოში. ქვეყანამ რომ ნორმალურად განვითარდეს, შემდგომში ანალოგიური მცდელობა ვინმეს არ ქონდეს საჭირო რომ ნათელი მოეფინოს ყველაფერს იმას რაც ხდებოდა 2008 წლის აგვისტოში. ყოლბაია იქნება, ვთქვათ, სხვაგვარ შევარაცხყოფას არ მივყარებ, ყველამ აგოს პასუხი, თუ ეს პასუხი საგებია. იქნება, არ არის პასუხი საგები. რატომ არის ასეთი აჟიოტაჟი ატეხილი ჯერ არ დამდგარ შედეგებზე? თუმცა შედეგები რაც გვაქვს ეს სახეზეა. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ იმის შიში აქვს სააკაშვილს, რომ 2008 წლის შედეგები არ იყოს განხილული იმ დონეზე, რომ მოსახლეობამ მან და მის გუნდს მოსხოვოს სერიოზული პასუხი და მოსხოვოს პასუხი იმ ქმედებებისათვის, რომელმაც ჩვენ ამ დღემდე მიგვიყვანა. ეს არის ალბათ ის მთავარი, ვთქვათ, მოტივი, რამაც განაპირობა სააკაშვილის ეს უარისთქმა ჩემს კანდიდატურაზე თავმჯდომარის მოვალეობის თავმჯდომარის დანიშვნაზე. და კიდევ დაუმატებდი. მე ვარ დროებითი მოვალეობის შემსრულებელი. მე მამანს და მამანს უნდა უთხრა. ამ შემთხვევაში ვინმეს, ვთქვათ, აქვს რამე განწყობა, რომ სხვა, ვთქვათ, ცდილში სხვა არხში გადაიტანოს ეს საკითხი აბსოლუტურად უშედეგოა, არაპრაგმატული და არავითარი შედეგის მომტანი არ არის. ამიტომ დღეს მე ვაგრძელებ მუშაობას. მე ამ დღეებში მქონდა შეხვედრები დევნილებთან, კონტაქტი მაქვს მუდმივად და ვაგრძელებ ურთიერთობას იმ ხალხთან, რომელიც ჩემგან, როგორც მოვალეობის თავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელისგან მოილიან და მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი ხალხი ამას ძალიან კარგად უყურებს და მიესალმა ამ გადაწყვეტილებას. ჯერ ერთი და მეორე აფხაზეთის უმაღლეს საბჭოზე ზეწოლის განხორციელება ასეთი წერილებით არ შეიძლება. რამე თუ აფხაზეთის უმაღლეს საბჭო არის ის ორგანიზაცია, ის ინსტიტუცია, რომელიც თვითონ წყვეტს ამ გადაწყვეტილებას და ეს ჩანაწერი, რომელიც გაჩნდა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს კონსტიტუციაში, ეწინააღმდეგება ვენეციის კომისიის მოთხოვნებს და პრაქტიკულად ეს გაკეთდა მათი ნებისა და მათი რჩევის საწინააღმდეგო. დღევანდელი მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი და კანდიდატი ბატონმა გიამ განაცხადა გუშინ რომ არ არის გამორიცხული თქვენთან დაკავშირებით და იგივე სხვა კანდიდატებზეც პრეზიდენტთან გაიმართოს ამ თემაზე უშუალოდ კონსულტაციები უმაღლესი საბჭოსი. თქვენ თვლით თუ არა რომ რუსეთი არის ოკუპანტი და როგორი არის თქვენი როგორც
ჯერ კიდევ კანდიდატის თუ იმიტომ რომ თქვი რომ შეიძლება მე კანდიდატი არა ვარ მე თავიდანვე შევიტანო მინდა იმიტომ რომ იბნევა მოსახლეობა საბჭოს მიერ ხო მე ვარ ერთადერთი კაცი რომელსაც წარდგენილი დანარჩენი არა მე ვარ წარდგენილი როგორც ამიტომ კანდიდატი კი ვარ წარდგენილი ვარ ხო თავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი ხო ბრძანდებით ჯერ კიდევ თუმცა პრეზიდენტმა უარი თქვა ანუ თქვენ როგორც აი თვლით თუ არა რომ რუსეთი არის ოკუპანტი განაშენ ასე შემდეგ აი როგორ უყურებთ მოკლედ რო გვიპასუხოთ ოკუპანტთან ურთიერთობას ამ მხრივ ოკუპანტთან ურთიერთობა მე ჩემი რაშუაში ვარ მე არა თქვენ როგორც აფხაზეთის მე აფხაზეთის თავრობის თავმჯდომარე ვაპერებ თუმცა ეს არ არის იოლის საქმე მე აფხაზებთან მაქვს მჭიდრო კონტაქტი ბოლო 8 წლის განმავლობაში და მე ძალიან ამით ვარ მაყოფილი რომ აფხაზებმა გამოხატეს ჩემდამი ნდობა და მათთან ერთად ძალიან სერიოზულ კვლევებში მონაწილეობს სხვა ქართულ ავტოთ კვლევარებთან ერთად და მე ვთვლი რომ ეს არის ჩემი ძალიან დიდი შესაძლებლობა ძალიან დიდი გამოწვევა ჩემთვისაც და ჩემი დევნილი მოსახლეობისათვის კი ბატონო ამაზე სხვა ორი აზრი არის მაგრამ მე რუსეთთან ამ შემთხვევაში თანამშრომლობა არ არის ჩემი მთავარი მიზანი ამას აკეთებს სხვა ინსტიტუცია რასაც ფედერალური ხელისუფლება ქვია მაგრამ მე თუ მომიწია ამ პროცესში ჩართვა თქვათ მე გავაკეთებ ყველაფერს იმისათვის რომ აფხაზეთთან პირდაპირ დიალოგზე გავიდე აფხაზეთის გული მოვიგოთ არასწორი შეიძლება იყოს მაგრამ რატომაც არა რომ მათ ისინი დავარწმუნო რომ საქართველოსდან აფხაზეთს არაფერი ემუქრება საქართველოს არ არის ის სახელმწიფო ან ქვეყანა და დღეს არ არის საქართველოში ის ხელისუფლება რომელიც არაპროგნოზირებადია როგორც იყო ეს სააკაშვილის დროს სააკაშვილის პრობლემა ის იყო რომ ის იყო არაპროგნოზირებადი ხელისუფალი და დღემდე ასეთი დარჩა ამიტომ აფხაზებს ის მთავარი შიში ის არის რომ ისინი არ უნდა ელოდებოდნენ საქართველოსდან ისეთ რამეს რაც დაარღვევს მათ უსაფრთხოებას შეუქმნეს შის ფიზიკური გადარჩენისა ამიტომ ჩემი მთავარი ამოცანა ამ თანამდებობაზე იქნება რომ გავმართო ის დიალოგი გავმართო და გამოვიყენო ის კავშირები რომელიც მე აფხაზებთან მაქვს მე ვერ გეტყვით და არ გეტყვით უпростоრეთ რომ ეს ძალიან იოლი საქმე იქნება მით უმეტეს ისინი თვლიან რომ აფხაზეთის მთავრობა არის არალეგიტიმური მთავრობა და ამასთან დაკავშირებით რა თქმა უნდა ძალიან სერიოზული ძალისხმევის დახარჯვა მომიწევს მაგრამ მე ვიცი უცხოელების მხარდაჭერა ჩემთან მიმართებაში და მათი ძალისხმევაც რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება უკვე დაწყებულია მუშაობა სარჩელზე ახლა მაგას იურიდიულად გამართვა ჭირდება და თქვა ჩვენი იურისტები ამაზე მუშაობენ სააკაშვილს უჩიოდა ზუსტად იმ ტერმინებისა და იმ თქვა სულისკვეთებისათვის თავის განცხადებაში რომელიც ამ განცხადება ამ თქვა мотиваციაში არის მოტანილი ამიტომ ჩვენ მაშინაც ეს არის ძალიან თქვა ზოგადად რო ვთქვა ოქტომბრამდე ჩვენ მოდენიმე განცხადებაში საარჩელი რამოდენიმე წინამდე საარჩელი არა მარტო სააკაშვილის წინამდე მისი პარტიის ლიდერების წინამდე რომელიც ამდაგვარ პასკვილებს არცელებდნენ აბსოლუტურად უსაგნო სტრასბურგშიც დევს ეს საჩივარი ეს ხო საჩივარი იმ საჩივრებს დაემატება ნუ ახლა სტრასბურგშიც წავა ალბათ უნდა ვივარაუდოთ რომ ეს საჩივარიც დაემატება იმ საჩივრებს რომელიც სტრასბურგში დევს დღეს და გაამდიდრებს თქვათ სააკაშვილის წინამდე არსებულ საჩივრების რაოდენობას ვადა არ არსებობს, გაწერილი არ არის არსად. მოვალეობის შესრულება თქვა შეიძლება დიდხანს და რა თქმა უნდა სასურველია რომ ეს გადაწყდეს რაც შეიძლება ადრე, ჩქარა, მაგრამ ახლა მოგეხსენებათ ამ ტექსტის ავტორი და მით უმეტეს ჩემი კომენტარების მერე
ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ის თანხმობას მისცემს უკვე ერთხელ ნათქვამ მოარძე. აფხაზეთის უმაღლესი საბჭო ძალიან პრინციპულ პოზიციაზე დგას. ერთხელ უკვე გაგზავნილზე ის უარს არ ამბობს. ამიტომ კონსულტაციები ტარდება, რა თქმა უნდა, ამას არაფერი არ უდგას წინ, მაგრამ კონსულტაციები ვის და რა კანდიდატურების გარშემო არსებობს, იმ კანდიდატურებთან, როგორ გითხრათ, მე თავ შევიკავებ ახლა აი პოზიციები არის და ეს პოზიციები განიხილება კომისიაში, რომელიც არსებობს აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში და დასკვნას ისინი გამოიტანენ. არ არის გაწელილი ეს ვადა მოვალეობის შესრულების ინსტიტუციის დამთავრებისა გაწელილი კონსტიტუციაში არ არის, ამიტომ მას შეუძლია დიდხანს იარსებოს, თუმცა მე გეტყვით კონკრეტულ ვადას ჩემთვის. ეს არის 2013 წლის 30 ოქტომბერი. დიახ, როცა ეს პრეზიდენტი გადაირჩევა და ამაში უკვე თქვათ ეჭვი არავის არ ეპარება, რამე თუ ასე ვთქვათ ეს კანონით და კონსტიტუციით არის გათვალისწინებული, 30 ოქტომბერს დამთავრდება, 1 ნოემბერს, 2 ნოემბერს ჩვენ გვეყოლება ახალი პრეზიდენტი და მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომელი ასე ვთქვათ ამას ნიშნობა არ აქვს, ის პრეზიდენტი დაუჭერს ხარს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას ჩემთან დაკავშირებით. მანამდე მე შევასრულებ მოვალეობას, თუ ეხლა მეორე განწყობაც არის. აი მე გეტყვით ეხლა სხვა კანდიდატურა რო წარადგინოს უმაღლესმა საბჭომ და სააკაშვილის ხელმოწერით რო მოვიდეს თანხმობა. თქვენ როგორ გონიათ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭო ასეთ კანდიდატურას მხარს დაუჭერს? მე ვიცი რომ არა. არა, მე ეხლა გიამ სხვანაირად ვერ იტყოდა. ეხლა მე ვთქვათ მოგების ნიშნით არ ვლაპარაკობ ამას, მაგრამ ყველა შემთხვევაში მე ვიცი აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრთა უმრავლესობის განწყობა, რომ სააკაშვილის ხელმოწერით მოსულ კანდიდატურას ჯერ ერთი წარადგინოს უნდა აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ. მერე მაგაზე უნდა მოვიდეს თანხმობა. თანხმობის შემთხვევაში აფხაზეთის უმაღლესი საბჭო ასეთ კანდიდატურას ხარს არ დაუჭერს. მათ შორის თქვათ არა. მადლობ თქვენ.